ის დრო რომ შევეხოთ ყველა ბოლო აქტუალურ თემებს, ასე ვთქვათ, და მოვისმინოთ თქვენი შეფასება და პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე. მაგრამ ბუნებრივია საუბარს დავიწყებ ყველაზე ბოლო ამბით. დღეს გახდა ცნობილი, რომ ბელარუსის ლიდერი იმყოფება ოკუპირებულ აფხაზეთში. მოყვა ამას თბილისის მხრიდან რეაქცია, რომ დაიბარეს ელჩი საგარეოში და გადასცეს საპროტესტო ნოტა, თუმცა თქვენ როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველ რიგში მინდა გითხოთ, მიგაჩნიათ თუ არა, რომ საკმარისი იყო ეს რეაქცია თბილისის მხრიდან? უბრალოდ ყოველსა მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს მივესალმები, მადლობა მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, როდესაც სხვა ქვეყნის ლიდერი განსაკუთრებით საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე. და ამიტომაც ძალიან მკვეთრი დიპლომატიური ნაბიჯი გადაიდგა კიდევაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა ბელარუსის ელჩი, მოსთხოვა მას განმარტება და ახლა სამინისტრო არის ამ განმარტების მოლოდინში. თავისთავად ეს ნაბიჯი ან ეს ჩასვლა არღვევს როგორც საერთაშორისო სამართალს, ისე არღვევს ჩვენს კანონმდებლობას, კანონს ოკუპირების შესახებ, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და გარდა ამისა ეს ეწინააღმდეგება იმ ურთიერთობას, რომელიც არსებობს საქართველოსა და ბელარუსს შორის. ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რა თქმა უნდა, რომ ბელარუსი დაუბრუნდება საერთაშორისო სამართლის აღიარებულ პრინციპებს და ამ განმარტების ფარგლებში ჩვენ ვნახავთ რომ რაც შეეხება განსაკუთრებით არაღიარების პოლიტიკას, აქ რაიმე ნაბიჯი არ გადაიდგმება. ბელარუსი ამ ნაბიჯს ელოდებით განმარტებებს ბელარუსის მხრიდან, ეხლა ამ ის მოლოდინშია, თქვა ქართული მხარე. დიახ, დიპლომატიური ნაბიჯი სწორედ ეს არის, დაბარება ელჩის, რომ მოთხოვნილი იქნა განმარტებები და ეს განმარტებები უნდა იქნას წარმოდგენილი. ბელარუსი ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა წითელ ხაზთან, საქართველოსთან ურთიერთობის და მნიშვნელოვანი არის, რომ ეს წითელი ხაზი არ იქნას გადაკვეთილი. და ამისთვის უკაცრავად ამავე თემაზე ჩაგეკითხებით, ამისთვის ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა არ ვიცი რა ფორმა ეს წავენ, თუნდაც ელჩის გამოწვევა ჩვენ ვნახეთ უკრაინის შემთხვევაში. საქართველოს ელჩს გულისხმობ კონსულტაციებისთვის. არ ვიცი, რაღაც ნაბიჯები თუნდაც პრევენციისთვის, რომ არ მოხდეს აღიარება აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობის ბელარუსის მხრიდან. აქ წადგებოდა თუ არა ასეთი ნაბიჯები ამ პრევენციას? აქ საჭირო არის ძალიან ფხიზელი დიპლომატიური მიდგომა ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციით და მათთან შეთანხმებით, რათა სწორედ ბელარუსმა არ გადადგას რაიმე ისეთი ნაბიჯი, რომელიც საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან მოვა წინააღმდეგობაში და ჩვენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უპატივცემლობა იქნებოდა ასეთი ნაბიჯი. ასე რომ საქართველოს მთავრობამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ეტაპისთვის ადეკვატური დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ნაბიჯი თავის შედეგს გამოიღებს. კარგით, რაც შეეხება ზოგადად საქართველოს ვითარებას, გულისხმობ, რომ საკმაოდ არაორდინალურ ვითარებაშია ჩვენი ქვეყანა, გულისხმობ გაარშემო ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს, იმას, რომ ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს რუსეთი უკრაინაში, ამ დროს 21 თებერვლის შემდეგ, როდესაც უკვე ახლა 21 თებერვლის არა, ამ თვეში იყო უკაცრავად, ვლადიმერ პუტინის ეს სექტემბრის ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ, ნახეთ უკვე დადგა კილომეტრიანი რიგები ლარსთან, არის აზრთა სხვადასხვაობა ამ ადამიანების შემოშვებაზე ქვეყანაში და მათთვის საზღვრის ჩაკეტვაზე. კვლავ დავიწყებ ჯერ პირველ რიგში თქვენი პოზიცია მინდა მოვისმინო. ფიქრობთ, რომ უნდა ჩაიკეტოს საზღვარი, ან ფიქრობთ, რომ ეს შემოწმების პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს, იმიტომ თქვენ თქვით ესეთი ფრაზა, რომ ეს შტამპიო, რასაც ურტყამენ, ფაქტიურად არის ვიზა ჩვენი მესაზღვრეებიო. ანუ ფიქრობთ, რომ საკმარისად კონტროლდება დღეს ლარსთან საქართველოს-რუსეთის საზღვარი აი ამ დიდი ნაკადის ფონზე? კი ბატონო, უპირველეს ყოვლისა უნდა შევხედოთ, რასთან გვაქვს ჩვენ ფაქტობრივად საქმე. პირველი თქვენ ახსენეთ კიდევაც, როცა ვსაუბრობთ საზღვრების კონტროლზე და უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოშვებაზე, ეს არის აბსოლუტურად საქართველოს სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ, ვინ შემოდის ჩვენს ტერიტორიაზე და მესაზღვრე სწორედაც თავად წვეთს ერთპიროვნულად შემოუშვას თუ არა ადამიანის სწორედ სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მათ შორის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ ეს შტამპი დიახაც არის ვიზა. დღეს არის საუბარი, ხომ აქამდეც იყო პრინციპი ჩვენ ისა უნდა დავიწყოთ ეს რამდენიმე ტალღა ეს ახალი ხომ არ არის. მარტში იყო ეს ტალღა ისტერიის, რომ თითქოს ხდება რაღაც განსაკუთრებული შემოდინება, შემდეგ ზაფხულში იყო იგივე ტალღა, ახლა იგივე არის. ნახეთ ჩვენ ყოველ ჯერზე დამეთანხმებით, რომ ეხლა განსხვავებული ვითარება აქვს, გულისხმობ თავად რუსეთის მხრიდან, იმიტომ რომ ადამიანები გამორბიან ქვეყნიდან. კი ბატონო, შეიძლება მოტივაცია სხვადასხვა იყოს, რაც აიხსნება, მაგრამ ყოველ ჯერზე ჩვენ მარტშიც და ივნისშიც
ოპონენტების მხრიდან გვესმოდა, რომ ეს იყო განზრახ შემოდინება, ასე ვთქვათ, რუსეთის მოქალაქეებისა, იმისთვის, რომ დაზიანდეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. გახსოვთ, ხო, კედლებზე დაძდევდნენ რაღაც ნახატებს, თითქოს ეს იყო რაღაც ნიშნები დატოვებული და ასე შემდეგ. ანუ ფაქტობრივად მე იმას ვამბობ, რომ როგორ ხდება ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, მიტანა ჩვენი ოპონენტების მხრიდან საკუთარი ამომრჩევლებისათვის, როგორც ისტერია. კიდევ ერთხელ, ჩვენ როდესაც საუბრობთ საზღვარზე, არის სრულად კონტროლის ქვეშ, შტამპი არის იგივე ვიზა. მესაზღვრეს აქვს სრული უფლება ეს შტამპი არ ჩაარტყას, ანუ არ გასცეს ეს ვიზა, თუ კი ამას ასე შევხედავთ. მეორე, რაც შეეხება რაოდენობას და არის აი თავად შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მინისტრმაც თქვა, რომ ფაქტურად სტატისტიკა გაზრდილია ახლა ამ ბოლო დღეებში და უფრო მეტი ადამიანი ყვეთს ამ საზღვარს ლარსის მხრიდან მით უმეტეს. კი, მას საერთო ჯამში თუ შევხედავთ ჩვენ სტატისტიკას, ესეც ვნახეთ საერთო სტატისტიკა, რომ ჯამში თუ ვნახავთ ჩვენ ამ წლის განმავლობაში შემოსულს და გასულ რუსეთის მოქალაქეებს, ჯამში სხვა ჩვენს უნიკალურ შემოსვლებს თუ ვნახავთ, ანუ ინდივიდებით არ მხოლოდ კვეთას, დაახლოებით 40,000 რუსეთის მოქალაქე არის დღესდღეობით დარჩენილი საქართველოში და ისიც ვიცით, რომ აქედან ნაწილი არის ადამიანები, ვისაც აქვთ კავშირი საქართველოსთან, ან არიან ეთნიკურად ქართველები, ან საქართველოსთან წარმოშობით, ანუ ეს ნაწილიც არის აქ. შესაბამისად, მეორე მხრივ ჩვენ გვესმის ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების განმარტებები ამასთან დაკავშირებით, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი სულ ცოტა ხნის წინ გახდათ პარლამენტში წლიური მოხსენებით და იქ მათ შორის დახურულ ხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში მან ამ საკითხებზეც ისაუბრა, თუ რა მდგომარეობა არის ამ მხრივ უსაფრთხოების მხრივ უცხო ქვეყნიდან შემოსულ მოქალაქეების კონტროლის თვალსაზრისით. ამიტომ ამ მხრივ რაიმე ექსცესი ჩვენ ვნახეთ არ ქონია, სახელმწიფო სულად აკონტროლებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ყოფნის კუთხით ვითარებას, ამიტომ რაიმე ესე თქვა დამატებითი პანიკის შექმნა ამ ყველაფრისგან ემსახურება კიდევ ერთხელ ერთ ვიზეთს, რომ აწიონ ტალღად და გარდა ამისა დაუბრუნდეთ ისევ მოტივაციებს, ხო? ხედავთ, რომ ჩვენი ოპონენტები, რომლებიც სწორედ ამ ისტორიას წევენ, თავადაც დაბნეულიანენ. ხან საუბრობენ იმაზე, რომ პირიქით საზღვრები უნდა იყოს გახსნილი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ჯარს გამოქცეული მოქალაქე შემოვიდეს აქ და ნებისმიერი რუსეთის უკრაინაში მაგალითად უკრაინელების წინააღმდეგ. თითო რუსეთის თითო მოქალაქე, რომელიც შემოვა აქვს, არის ერთით ნაკლები ჯარისკაცი უკრაინაში. ერთი ამას ამბობენ, მეორე დღეს ამბობენ, რომ არა უნდა ჩაიკეტოს, იმიტომ თითქოს ახლა იმათ შიგნით უნდა ებრძოლონ რეჟიმს. აი ეს არის სწორედ იმპულსურობა ჩვენი ოპონენტების და ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, რამდენად საშიში არის ასეთი ჯგუფების ყოფნა ხელისუფლებაში. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს პოლიტიკური ჯგუფი რო იყოს ახლა ხელისუფლებაში, ისინი იმპულსურად ერთ დღეს ერთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მეორე დღეს მეორე გადაწყვეტილებას, იმის და მიხედვით, რაც შეიძლება ესე ვთქვათ, მათ ამ შემთხვევაში მოვიდეთ მოტივაციად. თუმცა ბატონო და კიდევ ერთი არის და აქაც კიდევ პარალელი მინდა გავავლო, მინდა ესეც მნიშვნელოვანია. ეს არის ეს ისტერიების შექმნის, ტალღების შექმნის მცდელობა. ეს იგივე ჯგუფებია, რომელიც თუ გახსოვთ, პანდემიის დროს ხან როცა ჩაკეტილი იყო გახსნაზე საუბრობდნენ, როცა გახსნა იყო ჩაკეტვაზე საუბრობდნენ, ზუსტად იგივე ჯგუფებია, რომელიც ახლა საზღვარს ხან ჩაკეტვაზე საუბრობენ, ხან გახსნაზე საუბრობენ. თუმცა დამეთანხმებით, რომ ამ შემთხვევაში რისკები, გულისხმობ პანდემიასთან მიმართებაში ჩაკეტვაზე საზღვრები და ვთქვათ რუსეთის მოქალაქეების ასეთ შემოსვლასთან მიმართებაში მეტია ან გრძელვადიან პერსპექტივაში. თუ ხედავთ ამ რისკებს, გულისხმობ იმას, რომ მაშინ როცა 20% ოკუპირებულია, ძალიან ხშირად რუსეთის ლიდერი თავარ მოტივად ომის წამოწყების იწყებს ხოლმე რომ რუსეთის მოქალაქეების დასაცავად აკეთებს, იგივე თქვა 2008-ში უკრაინასთან მიმართებაში. აი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით თუ ხედავთ გრძელვადიან პროცესში და გრძელვადიან სურათში რისკებს გარკვეულს ამ ყველაფრის შედეგად. რაც შეეხება ზოგადად უცხო ქვეყნ, არა მხოლოდ რუსეთის მხრიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლას, გასვლას, ეს გახლავთ ასევე უსაფრთხოების საკითხი, რა თქმა უნდა, და სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენ უსაფრთხოების სამსახურებს აქვს სრული კონტროლი მასთან დაკავშირებით, ვინ შემოდის საქართველოში, ან ვინ არ შემოუშვან საქართველოში. იცით რომ გაბრუნების შემთხვევებიც არის სწორედ მათ შორის შეიძლება ამ გადასახედიდან გამომდინარე. რაც შეეხება კიდევ ერთხელ რისკებს და რისკებს შესაძლო, თქვათ, აგრესიისა რუსეთის მხრიდან. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვართ სწორედ ის ხელისუფლება, რომელიც სწორედ ამ რისკებზე ზოგადად მიუთითებს, რომ განსაკუთრებით ამ რთულ რეგიონულ სიტუაციაში რისკები აგრესიის არის მაღალი. მეორე, იმისთვის რომ რუსეთმა განახორციელოს აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ვიცით, ჩვენი მაგალითაც ვიცით და სხვა ქვეყნების მაგალითები და მათ შორის უკრაინის მაგალითაც ვიცით. მას ძალიან დიდი საბაბები ამისთვის არ სჭირდება. საბაბს ყოველთვის მოძებნის ნებისმიერ ან საბაბის გარეშეც იქნება. და მესამე,
რაზეა საუბარი ხარ, რომ მოქალაქეების შემოსვლით, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლით, არ ვიცი რა დამატებითი ძალები შეიძლება შეიკრიბოს, ოდესაც აქვე რამდენიმე კილომეტრში 10,000-ობით, დაახლოებით 10,000 რუსეთის ჯარის რეგულარული არმიის შემადგენლობა არის განთავსებული საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომ რაც შეეხება რისკებს, რა თქმა უნდა, ეს რისკები მაღალია, მაგრამ ამით ის არიზდება ნამდვილად და კონტროლს რაც შეეხება რისკებს, ეს არის სულად ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების მიერ განხორციელებული და კიდევ ერთხელ ახლა აქ იმაზე საუბარი რომ შემოვლენ მოქალაქეები და შემდეგ ამ მოქალაქეების დაცვის მიზეზით შეიძლება რაღაც მოხდეს კიდევ ერთხელ რაც ისწავლა ჩვენმა ხალხმა ისწავლა ერთი რამ რომ მიზეზი არ უნდა სამი ომი ქონდა სადაც რუსეთი იყო ჩართული არც ერთს არ ქონია რაიმე მიზეზი რომ ის ჩართული და ბოლოს რომ დავასრულო ეს თემა ანუ ხელისუფლება არ განიხილავს ოპოზიციის მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ მოთხოვნები როგორც საზღვრის ჩაკეტვაზე სავიზო რეჟიმის შექმნაზე ვადების შემცირებაზე ანუ 90 დღიან მონაკვეთზე დგმავს თუ არა თუ განიხილება და დავასრულებ ამ თემას რაიმე ფორმით ცვლილება ამ მიმართულებით თუ არა ერთი რამე უნდა განმარტო ჩვენ მოქალაქეებს როცა საუბარია манипуляციურად სავიზო რეჟიმის შემოღებაზე ვიზა ვინც ყოფილა დაუტოვებია საქართველოს საზღვრებით ის არის ორნარი ერთი ეს არის ვიზა რომელიც გაიცემა საკონსულო დაწესებულების მიერ ქვეყნის შიგნით და მეორე არის ვიზა რომელსაც გასცემენ პირდაპირ აეროპორტში ჩასვლისას თუ კი საუბარია ვიზა სავიზო რეჟიმის შემოღებაზე ჩვენ არათუ საკონსულო დიპლომატიური ურთიერთობაც არ გვაქვს რუსეთთან შესაბამისად ეს რომ ლოჯისტიკურადაც შეუძლებელია რომ ჩვენ რუსეთის მოქალაქეების ვიზა გავცეთ ადგილზე რუსეთის ტერიტორიაზე ეს რომ ფაქტია მეორე ამავე დროს ყველა ხვდება რომ არიან ქართველები რომლებიც არიან რუსეთში რომელსაც ჩვენ რა თქმა უნდა შემოვიდნენ ქონდეს შესაძლებლობა შემოვიდნენ საქართველოში ამიტომ მათ ვიზა რაღაცნაირად უნდა მისცეთ მაშინ ამ შემთხვევაში ამ შემთხვევაში გამოდის რომ რაღაცნაირად ვიზა მათ უნდა მიიღონ სავიზო განყოფილება ვერ იქნება რუსეთში ანუ აეროპორტში უნდა გაიცეს ვიზა და ამას საუბრობთ სწორედ რომ აეროპორტში გაცემული ვიზა ეს არის ჩვეულებრივი ფურცელი რომელიც ეკრობა პასპორტში ის თავისი არსით არაფრით არ გასხვავებია იმ შტამპისგან რომელსაც არ ტყავს მესაზღვრე საზღვარზე სწორედ ამას ვსაუბრობთ ჩვენ ფაქტობრივად ეს საკონტროლო მექანიზმი რასაც ქვია მოქალაქის სხვა ქვეყნის მოქალაქის შემოშვება არ შემოშვების საკითხის გადაწყვეტა ეს გადაწყვეტილება მიიღება პირდაპირ საზღვარზე როგორც ეს ხდება ხოლმე ვიზის გაცემის დროს საზღვარზე ასე რომ ამ მხრივ შეუძლია ჩათვალონ ადამიანებმა თუ კი მაინც და მაინც ეს ტერმინოლოგია აწუხებს ჩათვალონ ჩვენ ფაქტობრივად ვართ ამ მდგომარეობაში რომ ეს შტამპი რეალურად არის ვიზის ფუნქციის შემოსვლება და ზოგს არა რაღაც გარკვეული კრიტერიუმების აბსოლუტურად თავისუფალი ამ გადაწყვეტილებაში ის სწორედ სხვადასხვა კრიტერიუმიდან გამომდინარე ვიცით რომ მათ შორის საზღვარზე ხდება გამოკითხვა ადამიანების სად მიდიან აქვს თუ არა ფინანსური შესაძლებლობა სასტუმროში რჩებიან ტრანზიტით გადიან მიზანი რა არის ეს არის და მათ შორის იცით რომ ვიზაც შეიძლება ქონდეს ადამიანს და მაინც მიაბრუნოს ის მესაზღვრე უკან ხომ და სწორედ ეს მესაზღვრე არის მთავარი ჩვენი საკონტროლო ფუნქცია ასე ვთქვათ დაწოლა თუ შეიძლება ითქვას პასუხისმგებლობა ეხლა დგას მესაზღვრეებზე ვინც იქ არის ჩვენ სავიზო რეჟიმიც რომ ქონდეს მაინც მესაზღვრე იქნებოდა მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში როგორც ფილტრი იმისთვის რომ მიიღოს გადაწყვეტილება ადამიანის შემოშვების ან არ შემოშვების შესახებ ამიტომ ეს ამ მხრივ სულად კონტროლდება მოქალაქეების სხვა ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში. კარგით, მადლობა და მინდა გადმოვიდეს შიდა პოლიტიკაზე, ასე ვთქვათ და პირველ რიგში დავიწყო იმით, რომ აი ბოლო რამდენიმე დღეა მედია და საზოგადოება თვალს ვადევნებთ ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე დაპირისპირებას. ძალიან მინდოდა აქვე მაყურებლებსათანაც მინდა რომ განმარტო რომ ამ კითხვებზე ნაციონალური მოძრაობის რომელიმე წარმომადგენელს გაეცა პასუხი თუ რა ხდება მათ პარტიაში მაგრამ სამწუხაროდ არც ერთი წევრი ამ პარტიიდან არ აღმოჩნდა სასაუბროდ მზად ამ თემაზე ამ სტუდიაში რაც ძალიან სამწუხაროა თორემ მოვისმენდით მათ პოზიციას